დღეს ფონდი ქველმოქმედისა და სამშენებლო კომპანია პრაიმ ბეტონის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალი ფოთი აპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურად ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ფონდმა დაფუძნებიდან 1 წლის მანძილზე შეძლო დახმარებოდა 100-ზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტებით, შეშით, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ასევე კონცერტებითა და ფესტივალებით 8 მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესძლო. ჩვენი კომპანია უკვე 8 წელია რაც ფუნქციონირებს და ამ ქალაქშიც ახორციელებთ გარკვეულ პროექტებს, მონაწილეობთ აქტიურად, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მშენებლობის კუთხით სამშენებლო კომპანია არის. ეს სამშენებლო კომპლექსი, ეს საცხოვრებელი კორპუსი ჩვენი აშენებულია, რომელიც დასრულდა წელს რამოდენიმე თვის უკან. ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და გარკვეული სივრცე გამოვყავით ამ თვას იმისთვის, რომ საქველმოქმედო ფონდთან ერთად დაგვეჯილდოვებინა ფონდში წარმატებული ახალგაზრდები, ბავშვები და რაღაც გარკვეული სტიმული მიგოცა მათთვის შემდგომი განვითარებისთვის, უფრო კარგი შედეგის მიღწევისთვის, უფრო წარმატებული სწავლისთვის და რაღაც ესეთი. მსგავსი პროექტი დღეს პირველად ხორციელდება და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენს ქალაქში არიან სხვადასხვა საესტრადო და ფოლკლორული ჯგუფების ხელმძღვანელები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ნიჭიერ ბავშვებს ასწავლიან, ასევე მათთან ერთად თანაარსებობენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები, ნიჭიერი ბავშვები და დღეს ისინი გარკვეულწილად ამ წარმატებულ ბავშვებთან ერთად იქნენ დაჯილდოებული. საერთო ჯამში მინდა გითხრათ, რომ დაჯილდოვდა 15-მდე წარმატებული ბავშვი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. პირველ რიგში მინდა მიულოცო დღევანდელი დღე მთელ ქალაქს, ასევე უსურვო წარმატება პრაიმ ბეტონს ამ ღონისძიების ჩატარებისათვის და ფონდ ქველმოქმედ 2015, რომელმაც ასეთი ლამაზი სახალხო მოგიწო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურად იქნება ჩატარებული და ჩვენ ქალაქს აი ასეთ ლამაზ საღამოებს და აი ასეთ ლამაზ ღონისძიებებს აჩუქებთ. მინდა უსურვო წარმატება ყველა ორგანიზატორს, ვინც ეს ლამაზი დღე მოაწყო. ეს გასახარებელია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბავშვი უნდა იყოს სტიმულირებული იმით, რომ ხვალინდელი დღის იმედი კონდეს და ის ყოველთვის იყოს საზოგადოებიდან, უფროსი თაობებიდან, ადამიანებიდან, ასეთი კეთილი ადამიანებიდან დაფასებული, რა თქმა უნდა, ამას ბავშვი ყველაზე კარგად, ყველაზე ნამდვილად იმახსოვრებს და მე როდესაც დიდი წარმატებები ექნებათ მათ, მე იცის ძალიან მჯერა, აი ეს დღე არასოდეს არ დაავიწყდება და საქველმოქმედო ღონისძიებაზე განსაკუთრებული ნიჭის მქონე წარმატებულ ბავშვებს ფულად ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.